მშობლების დაშორება ადრეულ ასაკში მოხდა. იყო ომი, სადაც წავიდა მამა მოსკოვში ვიღაცა გენერლის შვილი მოეწონა და აღარ ჩამოვიდა მამა. დედამ თქვა ფეხი აღარ მოადგაცო აქო. ბებია ჩემს უთხრა დედას ესგე და მოგეთი გაჩნდა ესეთი ბავშვი, გოგონა არაჩვეულებრივი. ხო და ბებამ თქვა ანეტამ რომ ელიკო, მოდიო ჩავიდესო გიულიო იქო. გასაცნობად, ხო? და ჩამსვეს მე მატარებელში, ეს არის 57 წელი. და გამეშვეს მამა ჩემთან. ტანია, არაჩვეულებრივი ბავშვი. თქვენი და? ჩემი და, ძალიან შემიყვარდა. ესენი წავიდოდნენ ხოლმე დიდ თეატრში. ეს ქალბატონი მოიგდებდა ჩერნობილკას. მე ისე ჩავედი რომ ფესაცველი არ მქონდა. ხო მიხვდით? მე ვგრძნობდი რომ მე არაფერი არ ვიღავ იმისთვის. ის იყო გენერლის შვილი, ქართველის ცოლი. ეს რაღაცები, ეს მაიმუნობა, ეხლა რომ უყურებ, მე ვხვდები სიცინე. მამასთან ურთიერთობა გაფუჭდა ამ ფაქტის შემდეგ თუ არა? როგორ გაფუჭდა ეხლა ნახე. წავიდნენ თეატრში რაღაცა პრემიერა იყო და დამტოვეს მე ტანიასთან ერთად საღამოა. და მომშივდა მე. გავაღე მაცივარი და რძე იყო, რძე. ბოთლი რძე, უკვე დაღეული და ეს რძე დავლიე ბოლომდე. ტანიას ძინავს. მოვიდნენ, მე არ ამძინავს, ველოდები, სადღაც 11-ზე თუ 12-ზე მოვიდნენ და გააღეს მაცივარი და რატო დალიო შენ რძეო? მამა. და გამარტყა სახეში. რძის დალევის გამო? ხო. ესე იგი ის რძე იყო ტანიას ეტყობა. გასაგებია, მაგრამ რძია. აი ეს ერთი. მეორე რო გავიდა დრო, რამოდენიმე დღე, მე უთხარი რომ მე სახლში მინდა წასვლა. კარგია. წამიყვანა ესე იგი, წავედით და რასაკვირველია მე სუმშიოდა, იმიტომ რომ მე არავინ არაფერს არ მაჭმევდა. გამცემი ამბავია. ხო. ხო და ვდგევარ ესე ბარგთან. აი და ბუფეტში წავალო მე და რაღაცას ვიყიდი საჭმელს. გადის დრო, მე ვიფიქრე რომ ჯანდაბას ეს ყველაფერი ეს შემოდნები და რაღაცა. წავალ ბუფეტში ვნახე რა მოხდა, ხო? და ცოტა მიუახლოვ და რას ხედავ, დგას და იღეჭება ჭამს, მაგრად შეჭამა რაღაცები. მამა ბუტერბროდებს ღეჭავს. ხო და მე უკან დავბრუნდი. საჭმელი არ მოგიტანათ? მე ჩამსვა მატარებელში, ქართველები მოდიოდნენ თბილისში, იქ ჩემ ვაგონში და იმათ უთხრა რომ აბა თქვენ ისო მიხედეთ გიულისა. რამდენი წლის იყავით მაშინ? 12 წლის. 12 წლის. და ამ დღის შემდეგ მამასთან კონტაქტი აღარ. მე არავითარი კონტაქტი და მე ის დაიღუპა. წავიდა ისე ფრონტზე და დაიღუპა.